მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, ნათესავებო, მეგობრებო, მოყვასო, მშვიდობა გქონდეთ, თქვენ შემოგევლეთ, თქვენა გვერდში მიგულეთ ნებისმიერ სფეროში, გნებავთ პიროვნულად, გნებავთ ორგანიზაციულად, მოხარული, ბედნიერი ვიქნები, რომ რამენაირად ხარ შეამოგიდგეთ. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენიერი გამრავლდეს, გაბევრდეს, ჩვენი შვილები გამრავლდნენ, განათლდნენ, გაბევრდნენ. არაფერია დაკარგული, არც ცხინვალია დაკარგული, არც სოხუმია დაკარგული და არც ის ყველა ქართული მიწა და მამული, რომელსაც ნებისმიერი ქართველი პატრიოტი გულის სიღრმეში ატარებს. ღმერთმა გაგაღონიეროთ. მშვიდობა გქონდეს ჩვენ ერს. დღეს უნდა ვილაპარაკოთ მდინარე ფაზისზე. მდინარე ფაზისი არის 10 და აი ამ ფუძისგან ნაწარმოები სახელწოდება ჰიდრონიმებისა, ტოპონიმებისა და ასე შემდეგ კიდე არის ალბათ 50. რამე თუ მასში არსებული ფუძე ფას, ფშ, ფისი და ასე შემდეგ ნიშნავს წყალს, ნაკადულს, მდინარეებს და ასე შემდეგ და ჩვენმა წინაპრებმა, ეთნარქებმა რომ უამრავ წყალს, უამრავ მდინარეს, უამრავ ხეობას დაარქვეს სახელწოდება, გამოიყენეს ეს არსი და ნახეთ რა ხდება. მდინარე ფაზისი არის იგივე მნიშვნელობის, იგივე დანიშნულების კოლხეთისთვის, საქართველოსთვის, ივერიისთვის, კავკასიისთვის, ისტორიოგრაფიული კვლევებისათვის როგორი დანიშნულებაც აქვს მაგალითად ნილოს ეგვიპტეში და ინდს ინდუეთისათვის და ასე შემდეგ. ხვდებით ხო რა მნიშვნელობა აქვს, აი ესეთი უდიდესი, უმნიშვნელოვანესი მასზე წერდნენ, წარმოიდგინეთ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნიდან დაწყებული წერდნენ უამრავს ისტორიკოსები და მისი არასწორი გაგება, მისი არასწორი ლოკალიზება, რასაც ისინი გულისხმობდნენ, ჩვენ ქვეყანას ამცირებს, აპატარავებს ისტორიულად, ჩვენს იდეოლოგიას ამცირებს. მაგალითისათვის უამრავ ადამიანს, უამრავ ქართველს, უამრავ წინაპარს ჩვენ გვართმევს ეთნიკური თვალსაზრისით, რომ ისინი თურმე არ იყვნენ ქართველები, ხვდებით ხო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც დღეს შეიძლება რომ წინ დაგვიდგეს, ეს არის ის, რომ მდინარე ფაზისის ისტორიული მწერლების მიერ მოხსენებული, ისტორიოგრაფი მწერლების მიერ მოხსენიებული ფაზისი, თუ ჩვენ არასწორად ვიპოვნეთ, შესაბამისად ჩვენს უმწიკლო დედა ეკლესიას, შეუმცდარ დედა ეკლესიას, ჩვენ საამაყო დედა ეკლესიას ბრალდება ექნება წაყენებული პროზელიტიზმში. მოდით ახლა ვილაპარაკოთ უკვე კონკრეტულად რა. თქვენ ყველა მიცით, რომ აი საქართველოს წიგნში, საქართველოს ისტორიის წიგნში, საუნივერსიტეტო წიგნებში და ასე შემდეგ გამარჯვებულია, საისტორიო ნარკვევებში გამარჯვებულია აზრი, რომ აი ეს მაგალითისათვის პლინიუსი, სტრაბონის, პროკოფი კესარიელის, უამრავი მე კიდე ჩამოვთვალოთ მათი სახელები და ვინაობები და შესაბამისად მათი მოხსენიებული ფაზისი არის უპირობოდ მდინარე რიონი. ეს ჩვენი საამაყო მდინარე რიონი. საქმე რაში მდგომარეობს, იცით რომ მე ღრმად მწამს, აი ახლა აი ამ ბოლო წლებში უკვე ღრმად დავწმუნდი, კარგად გამიგეთ რომ არსებობდა რაღაცა წნეხი. აუცილებლად არსებობდა რაღაცა წინააღმდეგობა. რამე თუ დამერწმუნეთ, ეს ჩვენ შეგვიძლია რომ დოკუმენტურად დავასაბუთოთ. ეს ჩვენ შეგვიძლია რომ მოვიყვანოთ უამრავი ცნობები, უამრავი წყაროები და ასე შემდეგ, რომ წერდნენ და იხსენიებდნენ რა მდინარე ფაზისს, გულისხმობდნენ მდინარე ჭოროხს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ რაც ხდებოდა ჭოროხის ხეობაში, ეს ყველაფერი რომ ამოტანილია და ლოკალიზებულია დღევანდელ დასავლეთ საქართველოში. ხვდებით ხო რის თქმა მინდა. და რაოდენ დიდი ტერიტორიები გვაქვს წართმეული, რამე თუ ფაზისის მთელი აუზი ისტორიულად, ეპოქალურად და ასე შემდეგ ანტიკურად არის ქართველთა სამყარო, ქართველთა საცხოვრისი და ასე შემდეგ. ასე მაგალითად უცხო
ქვეყნის წარმომადგენლები, მეზობელი ქვეყნის მეცნიერები შესაბამისად რო ადგენენ რუკებს, სამწუხაროდ და საუბედუროდ ეყრდნობიან საბჭოთა ისტორიოგრაფიაში და ქართულ ისტორიოგრაფიაში დადებულ დოგმას, ასე ვთქვათ, რომ თითქოს და მდინარე რიონი არის ძველი ავტორების ფაზისი. ასე მაგალითისათვის, რომ სომეხი მეცნიერები ხატავენ დიდი არმენიის რუკას, თქვენ გინახავთ ეს. ხშირ შემთხვევაში იგი ხან მთელ დღევანდელ საქართველოს მოიცავს, ხან ნახევარ საქართველოს მოიცავს და რატომ? მაგალითისათვის 20 ავტორი, იგივე სტრაბონი, იგივე პლინიუსი, იგივე სტეფანე ბიზანტიელი, იგივე ბევრი ერთი სიტყვით მე შემიძლია მათი ჩამონათვალი მოგცეთ, ყველა აბსოლუტურად ამბობს, რომ მდინარე ფაზისი იწყება არმენიის მთებში. იწყება რა? იგი არმენიის მთებში შესაბამისად თუ მდინარე ფაზისი არის რიონი, ესე იგი მისი სათავეები არმენიის მთები იყო ოდესღაც, გამიგეთ? აი ესე წინააღმდეგობა არის უკვე რა. შესაბამისად წარმოიდგინეთ შემდეგი რამე, რომ ამის გამო მთელ რიგ ქართველ ისტორიკოსებს დიდი და შეურიგებელი კამათი მოუვიდათ. მაგალითისათვის თქვენ ახლა ძალიან ბევრს გაგიკვირდებათ, დიდი მეცნიერის, აისტორიო წიგნების ავტორი სიმონ ჯანაშია, რომელსაც უთანამშრომლია და ერთდროულად წიგნი აქვს გამონაცემი, მაგალითისათვის დიდი ივანე ჯავახიშვილთან ერთად და ნიკო ბერძენიშვილთან ერთად, ამბობს, რომ მდინარე ფაზისის სათავე არის ხანისწყალი, მოგეხსენებათ, ეს არის ბაღდათის რაიონი და ვანის რაიონი და ასე შემდეგ. ანუ იქიდან იწყება ფაზისიო. ეს არის ერთი ვერსია. მეორე ვერსია მაგალითისათვის წარმოგიდგენიათ, ანუ ესეთი რადონის შეუთანხმებლობაა, რადონის აზრთა სხვადასხვაობაა, რომ მაგალითად იგივე დიდი ივანე ჯავახიშვილი, რომ თავის შედგენილ 1923 წლის რუკაზე ხატავს გზებს, ანტიკურ გზებს და შუა საუკუნეების გზებს, შესაბამისად უკვე უთითებს აი ამ გზას, რიონისპირა ფაზისის პირა გზას, ყვირილას გავლით, მერე ძირულას გავლით, მოგეხსენებათ ეს რომ გადავდივართ რიკოთის უღელტეხილზე, იქ არის ძირულა და ესე იგი მდინარე ფაზისის სათავე ყოფილა ლიხის ქედი. ხვდებით ხო რომ ეს მეორე ვერსია, რამხელა წინააღმდეგ მდინარე მარტო შესართავი ყო არ არის. მდინარე არის თავიდან ბოლომდე შესაბამისად და საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან არსებითია მდინარე რიონის სათავის მოძიება და პოვნა. ეს მეორე საკითხი და მესამე ახლა ყველაზე პოპულარული, რომ მდინარე ფაზისი იწყება ფასის მთიდან, რაჭაში, ასე შემდეგ, როგორი წინააღმდეგობაა, ხო ხვდებით? აი ესეთი როგორი შეურიგებლობაა და დღესაც კი კამათია ამ თემაზე რა. ნახეთ რა ხდება. არის ესეთი იყო აი ამ სულ ცოტა ხნის წინ ტელევიზიით გამოვიდა ძალიან აკადემიური ადამიანი, აშკარად მეცნიერი ადამიანი, ჩახედული ადამიანი, როგორც გამოაცხადეს გეოდინამიკოსი, გეოდინამიკის მკვლევარი, ვინმე გუგა შარაშენიძე. ღმერთმა გაახაროს, მე ქეთს ვიხრი მის წინაშე, შევატყე რომ იგი ეროვნული ადამიანი არის, რომ ძალიან კარგად მეტყველი ადამიანია, გადმოცემის დიდებული მანერა აქვს და შემდეგი რამე განაცხადა მან, რომ ჩვენო სხვადასხვა საშუალებები გვაქვსო შესაბამისად კვლევისო, ისტორიული კვლევებისო, დღევანდელი კვლევებისო, გეოლოგიური კვლევები, ასე შემდეგ ძალიან ბევრი ისაუბრა ამ ადამიანმა და ისტორიის აი ამ ასპექტსაც შეეხო, რომ ჩვენო ესეთი სპეციალური სკანერი, რადარი გვაქვსო, რომელიც თვითმფრინავზე მაგრდებაო, თვითონ თვითმფრინავია ასეთი მოწყობილობისო, და ამ თვითმფრინავითო ჩვენო გადავუფრინეთო კოლხეთის დაბლობსო და აღმოვაჩინეთო საგულისხმო რამეო, რომ არიანე, მოგეხსენებათ, არიანე პერიპლიუსის ავტორია, იყო თუ არ იყო ეგ კიდე ერთი დიდი თემა არის, იგი აი ამ რეგიონში და სხვამ დაათვალიერა, მის მაგივრად თუ თვითონ დაათვალიერა სადაო თემაა. შესაბამისად,
არიან ეს აღნიშნული აქვსო, რომ აი ამ ადგილასო ფაზისის უკვე ქალაქ ფაზისია საუბარი, ფაზისის ადგილასო, ანუ ფოთი რო გონიათ, აი ესეთი თხრილები იყო, აი ესეთი ციტადელის წინ უნდა თხრილები ყოფილიყო და ეს თხრილები ჩვენ დავინახეთო. ეს ესეთი ამ სკანერსო შეუძლიაო, რომ რაღაც ზედაპირი რა წარმოედგინეთ, ანუ ჰუმუსის ფენა, რაღაცა პატარა ზედა ფლორა ააცალოს მაგალითისათვის ზედაპირსო და 1, 2, 3, 4, 5 მეტრის სიღრმეზეო, 10 მეტრის სიღრმეზეო გამოჩნდესო არსებული ნიადაგიო, არსებული მდგომარეობაო და იქ ისეთი თხრილებიაო, რომელიცო მეტყველებს, რომ ესო ნამდვილადო ფაზისიაო. კიდე ერთხელ გეუბნებით, მომიტევეთ ეს ისეთივე შედარება, რომ აი ახლა ადამიანი საუბრობდეს თბილისზე და აი ჩამოვედიო თბილისშიო და ესა და ეს მაგალითად რესტორანი ვნახეო და იგივე სახელობის, იგივე სახელის მქონე რესტორანი, რომ იყოს ქუთაისშიც, ბათუმშიც, გორშიც და არის კიდევაც ესე ხო უამრავგან რა. აი ესეთივე მახასიათებელია თუ დავუწყებთ ძებნას ფაზისს რა. მე კიდე ერთხელ გეუბნებით ქეთს ვიხრი ამ ადამიანის წინაშე, მაგრამ ამ ადამიანს ბატონ გუგა შარაშენიძეს აუცილებლად უნდა ესაუბრა ისეთ მახასიათებლებზე, რომელიც კაცობრიობაში შესაბამისად გამოარჩევს მსოფლიო ისტორიაში და ისტორიულ გეოგრაფიაში გამოარჩევს მდინარე ფაზისს. მდინარე ფაზისი არის უნიკალური, განუმეორებელი, როგორი განუმეორებელიც არის თავისი ჭორომებით, მაგალითისათვის და უნიკალური და აღსანიშნავი ყველასაგან ხაზგასმული ნილოსი, ზუსტად ეგეთივე ხაზგასმული აღსანიშნავი არის მდინარე ჭოროხი ყველა ისტორიკოსისაგან, ძველი ეპოქის ისტორიისაგან, როგორც 120 ხიდის მქონე მდინარე. 120 ხიდი ააშენა ჩვენმა წინაპარმა მაცხოვრის ეპოქაში. ხვდებით ხო რა სასწაული შემოქმედება ეს ისეთივე შემოქმედება, როგორც ჩინეთის დიდი კედელი რა. აი სრულიად გეუბნებით, რომ აი შეუძლია დაუდგეს ამას და იმიტომაც არის ხაზგასმული. ბატონმა გუგა შარაშენიძემ და ნებისმიერმა გეოლოგმა, ნებისმიერმა ინჟინერმა, ნებისმიერმა ადგილობრივმა, ასე შემდეგ ან მელიორატორმა, არქეოლოგმა უნდა გვაპოვნინოს ფოთიდან ქუთაისამდე არა 120 ხიდი, არამედ 10 ხიდი, 5 ხიდი, 2 ხიდი. ხო შეიძლება ესე ლაპარაკი აი ამ იცით როგორი რამე ამაზე წერს კიდე ერთხელ გეუბნებით სტრაბონი, პლინიუსი, არიანე, აი ყველა აბსოლუტურად ამას ხას უსვავს, იმიტომ რომ ეს უანალოგო შემთხვევაა, ხალხო. უანალოგო შემთხვევაა, რომ რომელიღაცა ერმა, რომელიღაცა ხალხმა, ადგილობრივებმა, არა ბერძნებმა, არა რომაელებმა, არამედ კოლხებმა, ქართველებმა ავაშენეთ 120 ხიდი მდინარეზე. ერთ მდინარეზე, რომელიც შესაბამისად მოითხოვდა, რომ 120 ხიდი აშენებულიყო. ეს 120 ხიდის გარდა, რაც სტრაბონის ეპოქაშია და რაც მერეც არის, ცხადია და ხიდი ყველა სჭირდება და ხიდი არ ქრება უკვალოდ. ასევე ბატონ გუგა შარაშენიძეს ქეთს ვიხრი მეორედ, მესამედ ვამბობ, მეათეთ ვიტყვი ისეთი რაღაცეები ისაუბრა მან, მომხიბლელი რაღაცეები, ეროვნული რაღაცეები. ასე შემდეგ, რომ ქეთს ვიხრი მის წინაშე, მაგრამ მას ასევე და მის მოწყობილობას ასევე უნდა დაენახა თუ სად იყო მაგალითისათვის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 საუკუნეში, აი ამ პერიოდის განმავლობაში სად შეიძლებოდა რომ ყოფილიყო გრანდიოზული სამიტროპოლიტო კათედრა. სამიტროპოლიტო კათედრა ბერძნული თითქოს და უნდა ეპოვნა ეს, იცით როგორი რამეა, რომ აი ნახეთ ახლა ბერძნებს აქვთ ესეთი საოცარი წესი. თქვენ შეგიძლიათ ეს მარტივად ნახოთ და მოიძიოთ რა. ესეთი საოცარი წესი აქვთ ბერძნებს, რომ ისინი აშენებენ აუცილებლად კათედრას, ეკლესიას, მინიმუმ საშუალოს და ძალიან ხშირ შემთხვევაში გრანდიოზულს და მე მოგიყვანთ ანალოგს. გინდათ საქართველოში, გინდათ თურქეთის ტერიტორიაზე და გინდათ ევროპის ტერიტორიაზე, როგორი ტაძრები, როგორი ციხე-ქალაქები ქონდათ აშენებული.
ბიზანტიელებს, იუსტინიანეს მეტადრე. იქ უნდა ყოფილიყო აუცილებლად ეკლესია, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ციხესიმაგრე, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ან ქალაქის, ან მინიმუმ დაბის ინფრასტრუქტურა. იქ იდგა ორი კოჰორტა, წარმოიდგინეთ, იქ უნდა ყოფილიყო ყაზარმები ჯარისკაცებისათვის, იქ უნდა ყოფილიყო თავლები ცხენებისათვის, იქ უნდა ყოფილიყო ბაზარი, იქ უნდა ყოფილიყო გზები, იქ უნდა ყოფილიყო სასაფლაოები, მორტირიუმი, ასე შემდეგ, ეს ძალიან დიდი, ეს რატო ვერ იპოვეთ? რაღაცა თხრილი იპოვეთ, ხო? შენდობას ვითხოვ, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით, აი ესეთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ეს და ეს თითქოს და ძალიან ბევრი ჩაუხედავი ადამიანისთვის, აი რას ცვლის? ყველა ამბობს, რას ცვლის? ცვლის იმას, რომ დედა ეკლესია არ არის პროზელიტური და მისი არც ერთი წირვა დღეს, არც 5 საუკუნის წინ და არც 10 საუკუნის წინ არ ტარდებოდა სხვის აგებულ ეკლესიაში, სხვის დაფუძნებულ სამრევლოში. და თუ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ეს და რა წინააღმდეგობა აქვს ამას, უფრო კონკრეტულად ვილაპარაკოთ რა. ეს არის გამორიცხული შესაბამისად, რომ იქ ყოფილიყო ბერძნული კათედრა. გთხოვთ, ვინმე მანახოს ნაშთი აი ამ გრანდიოზული, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს იმ ეპოქისათვის, მაგალითად, ფაზისის სამიტროპოლიტო კათედრა, ციხე ქალაქი სიტყვაზე მე-6, მე-7, მე-8 საუკუნეში, მე-9 საუკუნეში, როცა თბილისში არაბობაა და უამრავი ადამიანი გადასულია კიდე დასავლეთ საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ფაზისი მაშინ სადაც იყო, იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო თუ მეგაპოლისია რა, ეხლა მეგაპოლისი კონსტანტინოპოლი იყო, მოგეხსენება და ანისი იყო სიტყვაზე მეგაპოლისი მე-11 საუკუნეში და ასე შემდეგ, მაგრამ თუ მეგაპოლისია რა, სადაც 100,000 ადამიანი ცხოვრობდა, ფაზისში აუცილებლად ცხოვრობდა 25,000 ადამიანი ხალხი. 25,000 ადამიანი იმ ეპოქისა. ეს იგივეა, რომ დღეს უნდა ცხოვრობდეს 9,500,000 ადამიანი. აი ესეთი დაახლოებით ესეთი პარიტეტია რა. ესეთი ქალაქის კვალი აუცილებლად უნდა იპოვნოთ. ძალიან გთხოვთ, რომ იპოვოთ, ან გადათქვათ, რომ არა, ხო აი დიდი ბოდიში რა, ესეთი მომენტია, რომ გადათქმა არ არის უხერხული, მით უმეტეს როცა ჭეშმარიტებას ეხება საკითხი რა. მდინარე რიონზე დღეს არის სულ 4-5 ხიდი აშენებული ფოთიდან აღმა სამტრედიამდე, ეს აჯავახომდე, ბაღდათამდე, ვარციხემდე, ხვდებით ხორის თქმით. და ყველა აი ამ ხიდის აგების საპროექტო დოკუმენტაციიდან დაწყებული, კვლევაძიებით, გრუნტების შესწავლით დაწყებული, სამშენებლო სამუშაოების სტატისტიკითა და მონაცემებით დამთავრებული დოკუმენტაცია არის მოცემული უამრავგან ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ტრესტებში და ასე შემდეგ. მაგალითად, ერთი ხიდი განვიხილოთ, ერთი ხიდი. თუ რა ნიადაგია, რა საშუალებებია და რა მდგომარეობებია შესაბამისად მისი აგების წინაპირობაში. ეს არის ხიდი, რომელიც აკავშირებს აბაშის რაიონს, სოფელ სუჯუნას, ლანჩხუთის რაიონთან, სოფელ დაფნართან მაგალითად და კეთილართან, ასე ვთქვათ რა. ეს არის სამშენებლო შედევრი, ეს არის უნიკალური ხიდი. სხვანაირი ხიდის აგება იყო შეუძლებელი, წარმოიდგინეთ. რადგან გადაწყდა და იყო საბჭოთა ეპოქაში ესეთი დავალება, რომ უნდა აშენებულიყო ხიდი, რომ სამეგრელო გურიას დაკავშირებოდა, აბაშას ენაკი, ლანჩხუთსა და ოზურგეთს დაკავშირებოდა სიტყვაზე. აი ეს ხიდი რადგან გადაწყდა, იმებმაც ისე გადაწყვიტეს, გამიგეთ, რომ ერთი კითხვა არ დასმულა, უნდა აგებულიყო ეს ხიდი და მის აი იქ სადაც უნდა აგებულიყო 1020 ადგილას მოსინჯეს ნიადაგი 20 მეტრზე, 30 მეტრზე, 25 მეტრზე, 28 მეტრზე ამოიღეს ნიადაგის სინჯი, გრუნტის სინჯი და ყველგან ამოდიოდა ტორფი, ხე და ასე შემდეგ. მყარი ნიადაგი ვერ იპოვეს, რომ 20, 22, 26, 28, 30 მეტრის სიღრმეზე ბურჯი დაედგათ.
და მე მოიფიქრეს, ეს არის დიდებული გადაწყვეტილება, წარმოიდგინეთ ესეთი, აი მაგალითად სავარცხელი წარმოიდგინეთ, რომელსაც აქვს ხიმინჯები წარმოიდგინეთ, კონსტრუქცია წარმოიდგინეთ სავარცხლის ფორმის, რომელსაც აქვს 78-80 მეტრიანი ხიმინჯები. და ეს არის ჩასობილი, ჩარჭობილი ნიადაგში. და თვითონ მდინარე ამ ადგილას არის 170 მეტრი. 180 მეტრი. ხოლო ეს კონსტრუქცია არის 500 მეტრი. და ეს აი ამ მდინარის გადაღმა და ამ მდინარის გადმოღმა, რომ გადადის და გადმოდის, არის ეს კონსტრუქცია მოწყობილი და ჩარჭობილი არის ძალიან ღრმად 80 მეტრზე ნიადაგში, ორივე მხარეს. ხიდის ერთ მხარეს, ხიდის მეორე მხარეს და მეორე მასზე ფილაა დადებული. და იმისთვის რომ მაგ ადგილას მდინარე რიონს მიმართულება არ შეეცვალა, არის უთვალავი, მოდით აი ესე ვთქვათ რა, ალბათ მილიონი კუბომეტრი ბეტონი ჩასხმული და ბურჯები და შემდეგ და თქვენ შეგიძლიათ ეს ხიდი იხილოთ ზემოდან Google-ის რუკაზე. იხილოთ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, რომ იმ ადგილზე როგორ არის მიმართული ესე, როგორ არის მიმართული მდინარე, რომ მდინარემ არ შეიცვალოს კალაპოტი. ამაზონი არ იცვლიდა ისე კალაპოტს, როგორც რიონი იცვლიდა კალაპოტს. რიონი ნარიონალში, ნიორი ნანიორალში. თქვენ ძალიან მარტივად, ამას არ ჭირდება რაღაც გეოლოგიური დასკვნები. გეოლოგიური დასკვნებიც არსებობს, რა თქმა უნდა, ვისაც პროგრამათა აინტერესებს ეს საკითხი. მაგრამ გაოგნდებით აი ესეთი ზემოდან რო აი ამ ხეობას დახედოთ, დაინახავთ რომ ვინც ახლა დასავლეთ საქართველოს იცის, წარმოიდგინოს რომ ხან მაგალითად ლანჩხუთიდან ჩრდილოეთით 1-2 კილომეტრში მიდიოდა მდინარე რიონი და ხან სენაკიდან 1-2 კილომეტრით სამხრეთში მიდიოდა რიონი. აი ესე 15-20 კილომეტრიანი ამპლიტუდა ჰქონდა მის ცვალებადობას. ხან მაგალითისათვის მარანსა და ქოლობანში მიდიოდა და ხან დაფნარასა და ჯაპანაში მიდიოდა მდინარე რა. და დატოვებული აქვს საოცარი მეანდრები, ნარიონალები ეგრეთ წოდებული და წარმოიდგინეთ რომ იქ რო ვითომ თითქოს და ვიღაცამ ხიდია აშენა ტანჯვით, წამებით ააშენდა მე-20 საუკუნეში ხიდები, საინჟინრო ტექნოლოგიაში და ბულდოზერებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციის ხანაში, ხო? ძლივს აშენდა ესეთი ხიდები და იმ ეპოქაში ესე იგი ვიღაცამ ააშენა ხიდი, აი მდინარე ფაზისზე, თითქოს და მე დაახლოებით 3 თვეში მდინარემ სხვაგან გაერა და დარჩა ხიდი იქ აშენებული, მაგალითისათვის როგორც გითხარით, წყემში. სოფელი არის წყემი, ან ეწერში, აი ეწერში დარჩა ხიდი და იქ აღარ დადის, ხიდი დარჩა. ან გემი დარჩა რა, ან ნავმისადგომი დარჩა და ესე შესაბამისად. არა, კატეგორიულად არ უნდათ რომ გადათქვან. კატეგორიულად რა აღარ მოიფიქრეს, ხალხო, რა აღარ მოიფიქრეს. წარმოიდგინეთ, არსებობს ესეთი ადამიანი, მეცნიერი, გაახაროს ღმერთმა რუკები აქვს გამოცემული და ძალიან პატივსაცემი კაცია და დიდებული მკვლევარია. სამხრეთ დასავლეთ საქართველოსი და რო ვკითხე ეს საკითხი რა ესო იდეომა არისო ესე იგი იდეომა იხმარაო რა ანუ შეიძლება ითქვას ესეთი რო არსებობს მაგალითად ქართულ ენაში რო აი ყურებზე ხახვი არ დამაჭრა ხო არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი რო ვიღაცამ სადა ვიღაცისთვის ყურებზე ხახვი დაეჭრა ხო მაგრამ ესეთი შესაბამისად ესეთივე იდეომა არისო სტრაბონისგანო ნახსენებიო და პლინიუსისგანო და აი ამდენი ძველი ავტორისაგანო რომ ესე ჩაჭიდებულები არიან ასოცხიც გამაო როგორც ეხლა ჩვენ ბავშვს თუ დავუწყებთ იმის ახსნას თუ რა არის ეგვიპტე ვსაუბრობთ პირამიდებზე ხო რომელსაც ეშინია დროის არა რომ დროს ეშინია პირამიდების პირამიდებით ვიწყებთ ხო ეგვიპტის ახსნას ისინი იწყებენ კოლხეთის ახსნას მდინარე რიონით რომელზეც 120 ხიდია აშენებული ეხლავე ვიტყვი რომ მე არ გამომრჩეს ან ვიღაცამ რო ამ ეტაპამდე უყუროს რა ამ ჩვენ გადაცემას საუბარს რომ 120 ხიდი აი სტრაბონისეული ეპოქისაც და შუა საუკუნეების ეპოქისა არის მდინარე ჭოროხზე. ზოგი ხელუხლებელია. ზოგის ბურჯი ხელუხლებელია და ძალიან მარტივად დადგენადია. აი ძალიან მარტივად დადგენადია რომელ წლებშია აშენებული რა. იმიტომ რომ ხიდი ყველას ჭირდება. შეიძლება ეკლესია დაანგრიონ.
ციხესიმაგრე დაანგრიონ, აი ქვები გაზიდონ, მაგრამ ხიდი ყველა სჭირდება, რომ იმ ადგილას, იმ მდინარეზე გადავიდეს, გადმოვიდეს ნებისმიერ რასას, ნებისმიერ ადამიანს, ხო? შესაბამისად, ერთმა თქვა, რომ ეს იდეომა არისო. მეორემ, ასევე დიდმა მეცნიერმა, აი საქართველოში რო დღეს სოციალ ხუთეულშია და აქტიურ ხუთეულში და საღი, ესო იგულისხმებოდა 120 ხიდიო ზემო დინებაშიო რა ესე იგი ქუთაის ზემოთ უნდა ვეძებოთ ესაცო არც იქ არ არის არც ხიდი არც ნახიდარი არც კვალი რომ 17 საუკუნის წინ ხიდი იყო და არც აუცილებლობა მოდით ესე ვიტყვი რა იმიტომ რომ მაგალითად ეხლა რაჭაში კარგად გამიგეთ თუ რიკოთის უღელტეხილზე მაგალითისათვის არანაირი აუცილებლობა არ იყო რომ არც იყო აუცილებლობა არ იქ იქნებოდაო კიო დავლა არ იქნებოდაო მესამე ადამიანმა ასევე მეცნიერმა ეხლა სადაც საჭიროა ვიტყვი რაზეა საუბარი ეხლა არ მინდა რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო ერთმა ადამიანმა ეგო ხიდები კი არ იგულისხმებოდაო მანდაო საბორნე გადასახსვლელები ეს საბორ ანუ აი თოკზე რო არის ტივი გამობმული მაგას ეძახოდნენ ხიდსო რა წარმოგიდგენიათ ესე იგი სტრაბონმა არ იცის ხიდი რა არის და ამან იცის ხიდი რა არის რა მაშ ბორანსაც ხიდს დაარქმევდნენ შესაბამისად ეს არის მეორე გამომრიცხავი ესე იგი ხიდის არარსებობა არც ერთი ხიდის არარსებობა მდინარე რიონზე არც ერთი შესაბამისად იმის ნიშანი რომ ფოთში იყო დიდი გრანდიოზული კათედრა არც ფოთში არ იყო ტიპიური ბიზანტიური კათედრა არც გუდავაში არ იყო ტიპიური ბიზანტიური კათედრა არც ბიჭვინთაში არ იყო ტიპიური ბიზანტიური კათედრა არც ცაისში არ იყო ტიპიური ბიზანტიური კათედრა არც და არ არის კვალი არანაირი დამერწმუნეთ აი სადაც გინდათ იქ იკითხეთ და უმორჩილესად გთხოვთ რა აი კიდე ესეთი მომენტი შეეკითხეთ ადამიანს რომ აი ბერძნული კათედრა რო შენდებოდა ბერძნული კათედრის კვალი მაჩვენე ვარციხეში ყველა გაიტრუნება დამიჯერეთ რა და რაც შეეხება პეტრას ამაზე წინა გადაცემებში გქონდა საუბარი ციხის ძირში იყო არა პეტრა არამედ ეს იყო შესაბამისად კარიბჭე შემოსასვლელი გურიაში და ის მანდ იყო მაღალი ალბათობით როგორც მაგალითად ამიანე წერს და ბევრი წერს მანდ იყო სებასტოპოლისი და არა სოხუმში რო დიოსკურიას პოულობენ ეხლა არ მინდა რომ ცოტა ვისაუბრო ჭოროღზე და რიონზე და ისევ დავუბრუნდები ამ თემას სოხუმი ზოგი ამბობს რომ აი სებასტოპოლისი იყო აქ და სებასტოპოლიში აბაზგიის ეპარქიის დიდი ეკლესია უნდა ყოფილიყო და რომელიც იუსტინიანემ აუშენა აბაზგებს აფშილებს წარმოიდგინა და იქ უნდა ყოფილიყო ეკლესია უნდა ყოფილიყო ციხე ქალაქი უნდა ყოფილიყო გრანდიოზული უნდა ყოფილიყო და ერთი რაღაცა სტელა იპოვეს რომელიღაცა სანატორიუმის ფიზკულტურის მასწავლებელმა შემთხვევით იპოვნა ამოიტანა მე ის ადამიანი გაქრა აღარა ჩანს რომ ვინმე მივიდეს და მას მერე რომ ინტერვიუ ჩამოართვას ან მოაყოლოს და ასე შემდეგ იმას აწერია სიტყვა სებასტოპოლისი ხო გამიგეთ და ისე გადაწყდა რომ სებასტოპოლისი იყო ციხე ქალაქი ეკლესია კათედრა ასე შემდეგ იქ უნდა ყოფილიყო გრანდიოზული იუსტინიანეს ქალაქი აი ესეთი სახელწოდება რომ იუსტინიანემ ამაზე წერს პროკოფი კესარიელი აგათია და ევაგრე სკოლასტიკოსი და შემდეგ ბევრი წერს ამაზე რომ აუშენა და ამ ქალაქს დაარქვას იუსტინიანეს ქალაქი რომ აი აბაზგებს აუშენა და ვერ პოულობენ ამის ერთი სტელა იპოვეს და გადაწყდა რომ იქ არის დიოსკურია და ამ დროს უამრავი მწერალი ამბობს რომ დიოსკურია არის ძალიან ახლოს დიოსკურია რა იყო სებასტოპოლისი არის ძალიან ახლოს უნდა ვეძებოთ ტრაპეზუნთასთან სადაც არის მაგალითად დღევანდელი გონი აფსაროსთან არისო ძალიან ახლოსო აი აფსაროსის გვერდზე ჩემი დასკვნით ჩემი შეხედულებით უმორჩილესად შევიკრიბოთ ეს უნდა იყოს ციხისძირი ეს უნდა იყოს ბათუმი ეს უნდა იყოს აი ეს ადგილი ეს აი ქობულეთის ზემოთ სადღაც შესაბამისად უნდა მოვახდინოთ ამისი ლოკალიზება და ერთადერთი ტიპიური უნიკალური კავკასიისათვის
დღევანდელი კავკასიისათვის ბერძნული კათედრა არის გურიაში, გურიანთაში, ვაშნარში. თქვენ თუ ნახავთ ვაშნარის ნაქალაქარი, დაგუგლეთ, ჩაწერეთ, დახედეთ ზემოდან და უკვე მიხვდებით, რას ნიშნავს ბიზანტიური კათედრა. აი ეს კვალია, დიდებული, სასწაული, კაპიტალური საძირკვლის მქონე ეკლესია, რომელიც კონტურებს გვაძლევს თუ როგორი იყო ეკლესია, სასაფლაო, სადგომი, ციხესიმაგრე, ქუჩები, გრანდიოზულობა და ასე შემდეგ. და აი აქედან იმჯელეთ მერე და ადამიანი მეუბნება, ადამიანი ისტორიკოსი ადამიანი, ქართველი ადამიანი მეუბნება, რომ ვარციხეშიო როდოპოლისის, თითქოს და როდოპოლისის ეკლესია რო იყო, როდოპოლისის კათედრის ეკლესიის კვალიო, იმიტომ არ ჩანსო, რომ იქო ქართველებმაო, ჩვენაო, იმერლებმაო ავაშენეთო, გადავაფინეთო სასაფლაო და სასაფლაომ დამალაო. მიიღებთ, რომ თურმე ჩვენ ეკლესიაში წარმოიდგინეთ გავა მოვთალეთ, შეიძლება ითქვას, ეკლესიის მართლმადიდებლური ეკლესიის საძირკველიც კი მოვთალეთ რა. გრანდიოზული საძირკველი, რომ ვეღარ იკითხებოდეს და ზეც სასაფლაოა ეხლა რა. და იმიტომ არ არისო ეკლესიაო. აი ამ პაუზის განმავლობაში შესაბამისად ერთად ვიფიქროთ რა, აი ამ ადამიანის ლოგიკურობაზე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არსებობდა აუცილებლად რაღაცა წნეხი. ეს არის გეორგიკა, ბერძენი მწერლები, ბერძენი და ლათინი მწერლები საქართველოს შესახებ. ეს არის განძი, შეიძლება ითქვას, უდიდესი ადამიანი, კეცვიხრი მისი სულის წინაშე და მისი შვილის წინაშე. ეს არის სიმონ ყაუქჭიშვილი, მისი შვილი იყო თინათინ ყაუქჭიშვილი, დიდი მეცნიერები, უნაკლოდ იცოდნენ ძველი ბერძნული, ლათინური, ინგლისური, რუსული, ქართული, ძველქართული, სასწაულის შრომა დადეს და შეიძლება ითქვას, რომ ყველა ან თითქმის ყველა ძველი ავტორი თარგმნეს, გვითარგმნეს ქართულად და მოგვცეს მონაცემები და ასე შემდეგ, მაგრამ კარგად აი მაგალითად ეს ადამიანი, აი ეს არის მაქსიმე ბერძნიშვილი, ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის, ლოკალიზაციისათვის. ეს ადამიანი ამ ადამიანს ეყრდნობა. მე რაღაცა ნაწილში პირველი ტომი რო გამოვიდა და მეორე ტომი რო გამოვიდა, უკვე ეს ადამიანი იხსენიებს ამ წიგნს შესაბამისად, მეოთხე ტომი რო გამოვიდა იმ ეპოქაში და ასე შემდეგ. ხო გამიგეთ. ხან ეს იხსენიებს ამას და მთელი საბჭოთა ისტორიოგრაფია კარგად გამიგეთ რაღაცის გამო. აი კატეგორიულად, აი გადაწყვეტილად მის მუშაობს იმაზე, რომ მდინარე რიონი არის მდინარე ფაზისი. ეხლა მდინარე ფაზისზე ვისაუბროთ რა. მდინარე ფაზისი არის კიდევ ერთხელ გეუბნებით, ისეთი სახელწოდებაა მასში მოთავსებული ფუძე, ფაშ, ფშ, ფს, თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ ეს წყალს უკავებს სულხან-საბა ორბელიანი წერს და ამბობს, რომ ფშანი, ანუ ნაკადუნლი, მცირე წყალნი და ასე შემდეგ, ასე ფშანი და იგი დიდი შანსია, რომ ფშავი რო ქვია, იქაც იმდენი წყლებია, მდინარეებია, რომ აი ამან განაპირობა, აი ამ ეტიმოლოგიის შექმნა აღმოსავლეთ საქართველოში და მდინარე ფაზისი ერქვა ყუბანს, რომელიც ჩაედინება კრასნოდარის მხარეში მიდის და ჩაედინება ანაპას ზემოთ, მოგეხსენებათ, ხო? აი სადაც პრაქტიკულად უერთდება აზოვის ზღვა შავ ზღვას, ხო? აი იქ ჩაედინება. იქ უამრავი ქართული კვალია დამერწმუნე და უამრავი ადამიანი იქ რო ჩადიოდა, რომ ეკითხებოდა ეს რამდენარია, მაგალითად თუ ქართველი შეხვდებოდა და ქართული წარმომავლობისა და იქით პირიქითა სვანეთი იყო და პირიქითა საქართველო იყო იქით გრანდიოზული მუდამ კაფა ფეოდოსიაში და ქართული კვალი ამოდის და ეგროსის ქვეყანა იყო და ასე შემდეგ, სანამ კიმერიელები არ მოხისფეხდნენ და კიმერიელების შემდეგაც მრავალი წელი შესაბამისად აი აქ
აი მონღოლებამდე უმრავლესობაში ვიყავით ქართველები, იქ რო ჩავიდოდა ადამიანი და შეეკითხებოდა, მაგრამ ეს რამდენარეა? ბერძენი იყო თუ ლათინი იყო თუ ვაჭარი იყო თუ გამავლელი თუ გამოვლელი თუ მეომარი, ეს ეუბნებოდა რომ ეს ფაზისია, ფაში, ფსი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი არის ყუბანი, როგორც მოგახსენეთ. აუცილებლად ფაზისი არის რაღაც დონე, აი მაგალითად ესქილე წერს, რომ მდინარე ფაზისიო ყოფსო ევროპასა და აზიას შუაზეო და შესაბამისად ესეთი გამყოფი არის არა რიონი, კარგად გამიგეთ, არა ყუბანი, კარგად გამიგეთ, არამედ დონი. დონი, რომელიც შემოედინება ჯერ აზოვის ზღვაში და მერე ყირიმსა და აი ნოვოროსიის შორის შესაბამისად შემოდის და იქ მართლაც რო შეხედავს ადამიანი, ეხლა კარგად გამიგეთ, ამხელა ზღვა რო არის, უკვე ზღვა არის გამყოფი, აქეთ ევროპაა და აქეთ აზიაა. დონსაც კი მოიხსენიებენ როგორც ფაზისს. ერთ-ერთი კარგად გამიგეთ, ეხლა ვის რა დონეზე ქვია და ვინ რა დონეზეა, აქედან ვიმსჯელოთ, რომ ვინ რა დონის ფაზისია, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელი რა დონის ფაზისია. მდინარე ფაზისი არის აუცილებლად მდინარე არაქსი. აი მაგალითისათვის სათავეში მას კარგი ხანი ეს მდინარე იწყება, იქაც არის ფასის მთა. იქაც არის ფასიანი, იქაც არის ბასიანის ბრძოლა რო შედგა, იქ არის ქალაქი ფასინლერი, იქ არის დაბები უამრავი ფასინლერ, ასე შემდეგ. დღესაც კი ფასი არის, იქ ძალიან ისეთივე ცნობილი სიტყვა, როგორც საქართველოში სიტყვაზე არის აი გორი, ახალგორი, ზემოგორა, ქვემოგორა, ასე მოხდებით რის თქმა მინდა, რომ აი და ეს მდინარე არაქსს შეიძლება ითქვას, აი სანამ თურქეთიდან გავა, ქვია ერქვა ფასისი. ესეც ფასისია. მდინარე ევფრატის ზედადინება ასევე იმ რეგიონში იწყება, სადაც ბასიანი, სადაც ფასია და იქაც კი ხშირ შემთხვევაში ზედადინებაში ორი დიდი ტოტი აქვს მოგეხსენებათ ყარასუ და მურაცუ. აი ყარასუს და ყარასუს მკვებავებს ერქვა ფასისები. 1, 2, 3, 5 ფასისი და ასე შემდეგ და მე ერთი ფასისად გადაიქცეოდა და მე ახლა უკვე შესაბამისად ამ ეპოქაში როგორც კონსტანტინოპოლს დაერქვა სტამბოლი და უიშვიათესი ადამიანი ეძახის კონსტანტინოპოლს, ეგრე დაერქვა ახლა ამ მდინარეს ეს სახელი. თორე უამრავი ადამიანი იქ მაცხოვრებელი მას ეძახდა ფასისს. ფასისი აკამფსისი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელი აკამფსისი, აკამფასისი. თვითონ რო გეუბნეო რომ ფასისი ვარო. აი ესეთი ფასისი ვარო, აკამფასისი. აკამკამა ფასისი ან ამ ფასისი, ასე შემდეგ. ესეთი ეტიმოლოგია შეიძლება მოვუძებნოთ, ქვია მდინარე ჭოროხს. ასევე ხარფასოსი, რომელიც ძალიან ბევრგან რუკაზე აწერია, რომ გამოიარა მან შესაბამისად ქსენოფონტემ, მან აღწერა, რომ ეს არის მდინარე ფასისი და ასე შემდეგ. ეხლა დღესაც არის ამ კამათის ადგაერა სად არ გამოიარა, მაგრამ ჭოროხი რო ფასისია და ჭოროხის სათავე რო ასევე ფასის მთარი და იქ არის სოფელი ფაშაკი და თურქები რო დღესაც კი ფაშის ეძახიან იქ სათავეში, ეს ამას ყალი არ გაუვა. აი სად არის 120 ხიდი, აი სად არის ოქრომრავალი ფასისი, აი სად არის შესაბამისად ციხეები, გზები, დღესაც რო მაგისტრალია, აი დღესაც კი და აი სად არის ოქრო და აი სად არის უამრავი ფასეულობა. მე მდინარე ფაზისზე კიდე სხვა გადაცემაში მდინარე ჭოროხზე და იქ არსებულ ნაგებობებზე კიდე ცალკე ვისაუბროთ და ასევე ჩვენ გვაქვს შესაბამისად მდინარე, რომელიც ჩამოედინება დღევანდელ ტრაპეზუნთაში, ეს არის ფისიდისი. ფისიდისი, იქაც ფს და ფისი არის ნახსენები. მერე ტრაპიზონის დასავლეთით არის ფაცა, ფადისა, იქ ჩამოდის ფაცის წყალი, ფისის წყალი, ასე მოიხსენიებენ. არდაშენში ჩამოდის ფრიტანისი, ფირტინისი, აფსირტეს წყალი, აფსირტე, აქაც ფს ფიგურირებს, მოგეხსენება ცუფსა, გრანდიოზული მდინარე, მერე ვისაუბროთ ნაოსნობაზე და
დამერწმუნეთ, რომ გაცილებით უფრო კარგი, ადვილი, ოპტიმალური სანაოსნო იყო და გაცილებით უფრო ღრმად დიდი ნავებისათვის, დიდი წყალწვის ნავებისათვის იყო სუფსა ვიდრე რიონი. ვისაუბროთ ამაზე, რამდენი ძგნება აქვს და ის რომ მდინარე ჭოროხი სანაოსნო იყო ართვინამდე ცოცხალი ადამიანები არსებობენ. წარმოგიდგენიათ, აი ახლა რო გარდაიცვალნენ, აი შესაბამისად ჩვენ ვნახეთ ადამიანი, ვინც მუშაობდა რეიზად, ანუ რეისად, ანუ კაპიტნად, 4-5 კაციანი ნავის კაპიტნად. 4-5 კაცი რო იყო ამ ნავის მომსახურე პერსონალი, კაპიტანს ერქვა რეიზი, რომელიც იდგა და მძღოლობდა, შეიძლება ითქვას და ნავიგატორობდა და საჭეს მართავდა და იქ იყვნენ კიდე მთრეველები, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უნდა შესაბამისად ჯოხით, ბოწკინტებით უნდა აერიდებინათ ქვები, რაღაცეები და შემდეგ. 4-5 კაცი იყო ეკიპაჟი. ეს ადამიანი ყავს ნანახი, ვიც მთრეველი იყო, ესე ბურლაკურად რომ მიყავდა აღმა გემი ართვინამდე. ვეიდენბაუმი წერს ამაზე, თედო სახოკია წერს, დიმიტრი ბაქრაძე წერს, ცოცხალი დიდებული მეცნიერი როინ მალაყმაძე წერს, რომ სანაოსნოა ფაქტიურად და სურათები არსებობს. არა, არ იყო სანაოსნო, რიონი იყო სანაოსნო. 5 ჯერ რო წაუსვა მუცელი დღევანდელ ეპოქაში არგომ და ბოლოს რო ვერავიდა და იქ რო მიაბეს ჭვიშთან რომ მიაბეს და მე სვანეთში რო წაიყვანეს საკეიფოთ. იცით ხო, ტიმ სევერინის გუნდი. და ეხლა გარდაიცვალა 10 წლის წინ გარდაიცვალა დიდებული მეცნიერი, შეიძლება ითქვას თან მწერალი მეცნიერი, თან ინჟინერი მეცნიერი, მელიორატორი, ჰიდრომშენებელი, ღმერთმა აცხოვნოს ბორის ინასარიძე. მას დაწერილი აქვს დიდებული წიგნი, რომელიც თან ტექნიკური დოკუმენტაცია და მონაცემები და თან გამხატრულებულია. წიგნს ესეთი სახელი ქვია, რომ სინამდვილედ ქცეული ლეგენდა ოქროს საწმისისა. ესეთი წიგნი აქვს, ესე თავიდან რო შეხედავ გეგონება, რომ ჰუმანიტარული ნაშრომია, ისტორიული ნაშრომია და ისტორიული მასში არის სულ რაღაც 5%, 7% და სინამდვილედ ქცეული რას ნიშნავს? იცით რომ ეს ადამიანი ამბობს, რომ შეუძლებელი იყო აქ რა ყოფილიყო კოლხეთის ცივილიზაციაო, შეუძლებელი იყო ინჟინრულად, გეოლოგიურად, მელიორატორულად, ჰიდრომშენებლის სტატუსით ლაპარაკობს ეს ადამიანი, იყო წლების განმავლობაში კოლხიდმშენის ტრესტის ხელმძღვანელი. ეს ადამიანი ამბობს, რომ 6000 კვადრატული კილომეტრი მისობისას იქნა დამშრალი. მე-20 საუკუნეში იქნა დამშრალი დღევანდელ კოლხეთის დაბლობზე. და ეს არის შესაბამისად გრანდიოზული სამუშაოები, კარგად გამიგეთ, რომ დავარცხნილია მთელი ტერიტორია, დავარცხნილი ყველა 100 მეტრში ერთხელ მეტრიანი და 2 მეტრიანი არხებია გაკეთებული, ყველა 500 მეტრში და ყველა 1 კილომეტრში მათ განივად არის გაკეთებული 3 მეტრიანი არხები. თქვენ ეს არხი გაქვთ ნანახი, რომ ხობიდან გაემგზავრებით, ერთ-ერთი ეს არხი გაქვთ ნანახი, ხობიდან რო გაემგზავრებით ფოთში, გზას რომ იჯდევს არხი და იქ რო იწრიტება წყალი, წარმოიდგენ და იმის სამხრეთით შესაბამისად სუჭაობები იყო ხალხო. და იქ იმის ჩრდილოეთით რო რკინიგზა გადის, ეს ხელოვნური ბალასტია ამოღებული, ინერტული მასალა და არის ამაღლებული. დღესაც კი დღევანდელ საქართველოში არის შესაბამისად ისეთი ადგილები, რომელიც შავ ზღვაზე უფრო დაბლაა. და მარტო იმიტომ არ გადმოდის იქ წყალი და მარტო იმიტომ არ დგება, რომ ეს მელიორატორული სამუშაო ზოგან 24 საათი მოტორი მუშაობს. ზოგან. წარმოგიდგენიათ? მას მერე ზოგან მაგალითად ეს თვითდაწრეტვის საშუალებებია და ამ შემდეგ და 111 კილომეტრზე ჩაუტარდა მდინარე რიონს და მის მკვებავ წყლებს ნაპირსამაგრის სამუშაოები 111 კილომეტრზე. და ამან მდინარე არტახებში ჩასვა,
მიმართულება მისცა, თორემ მანამდე ჭაობებში გადიოდა წყალი და ხშირ შემთხვევაში ზღვა შემოდიოდა რიონში, არამც თუ რიონი შესულიყო ზღვაში. და ეს უხშირესი იყო წყალდიდობები, დატბორვები, უხშირესი. ეს იყო მალარიის უდაბნო. ღმერთმა აცხონოს დიდი ნიკო ნიკოლაძე. მეორე ილია ჭავჭავაძეა, როგორც განმანათლებელი და როგორც ხილული საქმის გამკეთებელი, რკინიგზიდან დაწყებული ამხელა პორტისა და ქალაქის ამშენებელი. დიდი მადლობა მის შემოქმედებას, მის სულს. აი, რა დადო ამ ადამიანმა, რა ღვაწლი დადო. და ეს მასალები შესაბამისად სულ ყველანაირად გამორიცხავს იმ მახასიათებლებს, რა მახასიათებლებსაც იძლევიან მდინარე ფაზისზე ძველი ავტორები. ანუ ჩვენ ესეთი რაღაცა ვთქვით წეგან, რომ აი რამდენიმე ავტორი ესეთ რაღაცას წერს, აი ამ მე იქნება აი ამ გადაცემის ქვემოთ რესურსებში, კომენტარებში ჩამოვთვალო, დავწერო, რომ ეხლა დიდი დრო არ წაგვართვა სამან. ზოგი ამბობს, რომ არმენიის მთებიდან იწყება, რას ნიშნავს ეხლა არმენიის მთები. სტრაბონის ეპოქაში და პლინიუსის ეპოქაში მაგალითისათვის, ანუ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში, პირველ საუკუნეში და ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში დაახლოებით ესე 190 წლის განმავლობაში არმენიას იბერიისგან ჰქონდა მიტაცებული მიწები, გამიგეთ და აი ეს დღევანდელი ტაოკლარჯეთი და სპერი და კარნუ და ამ შემდეგ სულ რო იყო ეპოქალურად, ისტორიულად დასაბამისეული საქართველო, აი ეს ნაწილები, რომელიც დღევანდელი სამხრეთ მესხეთია, ეს ტერიტორია წაგვართვა არმენიამ და ხშირ შემთხვევაში წერენ, რომ მესხეთის მთებიდან იწყება, მოსხიკეს მთებიდან იწყება. ხშირ შემთხვევაში წერენ, რომ არმენიის მთებიდან იწყება, რამე თუ ფაქტობრივად, დე ფაქტო იმ მომენტში და დე იურეც რა იყო არმენიის სახელმწიფოს ტერიტორია მდინარე ჭოროხის სათავე. ეს არის სადაც არის პაიპერი, სადაც არის აი ამ სამკუთხედშია სპერი, პაიპერი, კარნუ, აი ამ სამკუთხედის შუაში არის გრანდიოზული მთა, ფასის მთა და მესხეთის მთა, ზუსტად ესე ქვია. დღესაც მესჩით დაგი და ფაშაკი, სოფელი და ფაში დაგი. ერთ მეორე სახელიც ქვია აკბაბა, მე შეიცვალა მოგეხსენებათ ყველას სახელი თურქეთის სახელმწიფოს ეპოქაში და 100 წლის წინანდელი სახელები არის მესჩით დაგი და ფაში დაგი. აქედან იწყება მდინარე ჭოროხი და შესაბამისად ეს ტერიტორია წართმეული ქონდა და იმიტომ იხსენიებენ ესენი არმენიის მთებად და ამათ კიდე უხარიათ, გამიგეთ რომ აი არმენიიდან იწყება ჭოროხისა ფაზისი, არმენიიდან იწყება ესე იგი რიონი და იმიტომ ხატავენ რომ ხარ მთელი დიდი კავკასიონია არმენიის ტერიტორიაზე მოქცეული. ხო გინახავთ ეხლა პირველად ხო არ ვამბობ ამას. და ხან კიდე მცირე კავკასიონი ხო უხშირესად რა. ეხლა მცირე კავკასიონი რო ვახსენე. უამრავი ისტორიკოსი წერს, რომ კავკასიონის მთებიდან იწყება. კავკასიონის მთებიდან იწყება მდინარე ფაზისი. და აი აქ უკვე შესაბამისად კავკასიონი ყველას გონია, რომ მარტო ერთი კავკასიონი არსებობს რა. ისე დაიკარგა სიტყვა მცირე კავკასიონი. მცირე კავკასიონი არის, წარმოიდგინეთ ეს აჭარის მთები, კარჩხალის მთა, გრანდიოზული მთა, ყველაზე მაღალი მთა, ყველაზე აბულზე მაღალია, არჯევანზე მაღალია, წარმოგიდგენიათ 3 კილომეტრ ნახევარია და მეტიც რა, 3 კილომეტრ ნახევრიანი მთა არის, კარჩხალის მთა, სასწაული, აი წარმოიდგინეთ ესე კარჩხალია და მის ჩრდილოეთით არის ქედა და ხულო და მის სამხრეთით არის ბორჩხა და შავშეთი. საოცარი წყლები გამოდის კარჩხალზე რომ ცეცხლს დაანთებდნენ, რომ დაინახავდნენ მაგალითად აი ხუფათი ჩანს იქიდან გრანდიოზული მთა არის და ტრაპეზუნთას სანახები ჩანს, წარმოიდგინეთ იქიდან და იქიდან ცნობა რომ მოდიოდა ცეცხლს რომ დაანთებდნენ, მერე აქედან შემდეგი იყო სადღაც აბულის მთაზე, მერე შესაბამისად ატენის მაღლა არის, ატენის თავზე გადმოყურებს დანახვისის მთა და არჯევანის მთა, მერე იქ დაანთებდნენ ცეცხლს და თბილისში უკვე ნარიყალაზე და მახათას მთაზე ცნობა მოდიოდა ალბათ 10 წუთში 10 წუთში ცეცხლის დანთებიდან კარჩხალზე და
კაჭკარზე 10 წუთში ჩამოდიოდა ცნობა, რომ თუ ერთი ცეცხლი იყო სიტყვაზე გაჩერებული მშვიდობა, თუ ორი ცეცხლი იყო და მოძრავი იყო ეს ცეცხლები, ალბათ მტერი მოდიოდა და რამე 4, 5, 6, 10 შესაძლოა ნიშანი არსებობდა, რომ აი რაღაცა მოდის, მაგალითად ან დესპანი მოდის, ან მტერი მოდის, ან მოყარე მოდის, ან ჯარი მოდის, ან ვაჭრები მოდიან, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს არის კარჩხალი. აი კარჩხალის მთაც კავკასიონია და დღეს სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში ადამიანს რო უთხრა ტრიალეთის ზეგანზე რო აიყვანო, ბორჯომის მთებში რო აიყვანო, წალკის მთებში რო აიყვანო, ახალციხის მთებში რო აიყვანო, ახალქალაქის და გოდერძის უღელტე რო უთხრა, რომ ესეც კავკასიონია, შეიძლება დაგცინოს. არა და ჩემს გნებავთ ბავშვობაში უამრავ გნებავთ ბიბლიოთეკაში უამრავ მინახავს, რომ მცირე კავკასიონი, მალი კავკასი აწერია. და თურქეთში რო ჩაბრძანდებით, ისევ ცოცხალია ეს სიტყვა და იმართება კავკასორის დღესასწაული და კავკასობა და კავკასია და ასე შემდეგ. აი რო ჩამოვთვალე მე ართვინშიც, გორჩხაშიც, შავშეთშიც უამრავი შესაბამისად ტოპონიმია და კავკასიძეების ციხე ხო იცით და იცით ცხადია და ანუ ისიც კავკასია. და ეს შესაბამისად იქიდან ჩამომავალი მდინარეებსაც ეხლა ყველა მარიცის რა ზუსტად იმ ეპოქაში რომ ამ მდინარის სათავე სად არის და არსიანის მთასაც კი ხშირ შემთხვევაში აი არსიანის მთა ესე ვერტიკალურად ჩამოდის მცირე კავკასიონიდან მოგეხსენებათ და ეგეც კი ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი შტაბეშტილებაში კავკასია. და რადგან ეხლა კავკასია არსებობს, ეხლა ყველანი ჩვენ კავკასიელები ვართ. ერთდროულად ქართველებიც ვართ, კოლხებიც ვართ, ეგრებიც ვართ, ქართლელებიც ვართ და კავკასიელებიც ვართ, გიორგიანელებიც ვართ, ყველა მოგვესადაგება ჩვენ. ანუ უამრავი რო ვამბობს, რომ კავკასიის მთებიდან იწყებაო, ზოგს აუცილებლად გონია, რომ ეს უნდა იწყებოდეს რაჭიდან რა. ანუ ესეც მისაღებია, რომ აი ზოგი ამბობს კიდე ასევე ძველი ავტორი, რომ ამარანტის მთებიდან იწყება. ამარანტის მთები იქ არის, სადაც მოგახსენეთ შესაბამისად ეს არის ეგრეთ წოდებული ზემო ქართლი ერქვა ხოლმე, იმას წარმოგიდგენიათ. და ქართლის მიწები ჩადიოდა დღევანდელ როგორც მოგახსენეთ კარნუმდე და ბასიანამდე და ქართლი იყო და საქართველო იყო და კოლხეთი იყო და ძალიან ბევრჯერ მაგ ნასაუბრები რომ ეს სინონიმებია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითქოს და ისეთი მნიშვნელოვანი არ არის ეს თემა, მაგრამ ზუსტი იდენტიფიკაცია, ზუსტი გათვლა, აღწერა, რომ თუ რას გულისხმობს მაგალითისათვის პროკოფი კესარიელი როცა ფაზის სახსენებს, რას გულისხმობენ ძველი ავტორები, როცა ფაზის სახსენებენ იმ კონკრეტულ მომენტში, არის უმნიშვნელოვანესი, რამე თუ ისინი მის ახლოს, მის გვერდით, ეს არის ორიენტირი ყველაფრისა, ახსენებენ ტაძრებს, ეკლესიებს, გზებს, ომების ამბებს, ტერიტორიას, ასე შემდეგ ხვდებით ყოლისკმა და ბოლოს ყველაფერი მიდის ძალიან საშიშ თემამდე რა. ძალიან საშიშ თემამდე მიდის, რომ თითქოს და იშხანი სომხებმა ააშენეს. და სომხეთი იყო. რომ ნერსე იშხნელი სომეხია, მანდამდე მიდის საქმე. თქვენ არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა გაქვთ ნანახი, მერთმან უკნას რომ ჩემგან იგებდეთ ამას პირველად, მაგრამ ამ ადამიანის სახელობის ქუჩები როა თბილისში, საქართველოში და სკოლები როა, წერს რომ გრიგოლ ხანძთელიო სომეხი იყო. არ მიიღოთ ეს რა, იბრძოლეთ ამის წინააღმდეგ, კარგად გამიგეთ, ეს გვაკნინებს ჩვენ. მორალურად გვაკნინებს, იდეოლოგიურად გვაკნინებს და დედა ეკლესიას აკნინებს. კირიონ პირველი გრანდიოზული ადამიანი, რომელმაც დიდი მრევლი მაშინდელი საქართველოს 1/3 შეიძლება ნახევარი. ნუ 1/3 ნამდვილად, აი გამოსტაცა წარმოიდგინეთ მონოფიზიტურ ეკლესიას და შემოუერთა დედა ეკლესიას, ქართულ ეკლესიას. და ეს ადამიანი დღემდე წყეულად არის მოხსენიებული.
არის ესეთი აი მხითარა აირავანეცი არის, ყველა რო ჩამოთვლის საქართველოს პატრიარქებს, მღვდელთავრებს, მაგალითად ნეტარი ელია, ნეტარი გიორგი, სიტყვაზე ნეტარი იუსტინი, ასე შემდეგ, როს არის წეული კირიონი. მოხსენიებული, დაწყევლილი ხავთ. და იმებმა რო ეს ადამიანი დაწყევლეს, ჩვენები კიდე ამბობენ რომ სომეხიაო, წარმოგიდგენიათ ახლა ამ ადამიანის სული როგორ განიცდის. ჩვენები, დედა ეკლესიის შვილები. ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა გაგაღონიეროთ. ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისათვის. ყველაფერი იქნება კარგად, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება კარგად. ჩვენი ერის შრომით, რუდუნებით, დიდებული თაობა მოდის, მათი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ძალიან ლამაზი შვილები მოდიან, მათ ეყოლებათ 5 შვილი, 6 შვილი, 10 შვილი, მე დარწმუნებული ვარ, ოღონდაც არ მოვდუნდეთ ქალაქად, არ მოვდუნდეთ სოფლად, ავაღორძინოთ, არაფერი არ არის დაკარგული. კიდე კაი, პურის ჯიშებიც კი არ არის დაკარგული. ამ წინებზე ერთი ადამიანი მეუბნება, რომ აი 20 მარცვალი მქონდა, 20 მარცვლიდან დავიწყეო და დღეს აი ჰექტრებზია გაშენებული. მომიტევეთ და მავიწყდა რომელიღაცა ქართული ჯიში და უნდა რომ ააღორძინოს და აღორძინდება. როგორც ჩვენმა პატრიარქმა ააღორძინა დედა ეკლესია ბოლო 45 წლის განმავლობაში ჩვენს თვალწინ ხილულად და კიდე მიდის აღორძინება, გამრავლება, გაზრდა ეკლესიის ტაძრებისა, სამრევლო სკოლებისა, სასწავლებლებისა, კულტურული და სახელოვნებო ცენტრებისა ეკლესიასთან არსებული. ზუსტად ეგრე აი ამ მაგალითზე უნდა ავაღორძინოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, ჩვენი ერი, მაღალი ღმერთიც დაგვეხმარება, წმინდა გიორგიც დაგვეხმარება, ღვთისმშობელი აუცილებლად დაგვეხმარება და არასოდეს არ მეგვატოვებს. დიდი მადლობა, ღმერთმა